სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ Warren Wiersbe-ის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას და ჩვენ დღეს განვიხილავთ ახალ აღთქმას, მათეს სახარებას მეხუთე თავს, რომელიც არის მეოთხე ნაწილი ამ კომენტარებიდან. პირველი მესამე გავინხილეთ წინაზე, ახლა მეოთხე ნაწილზე ვართ და გადავდივართ მეხუთე თავზე. როგორც გითხარით, ზოგჯერ ამ ნაწილებში შედის ორი თავიც, შეიძლება მეტიც შევიდეს, აღარ მახსოვს ზუსტად და ზოგჯერ ერთი თავიც. გესმით, მარტო ერთ თავს დაუთმოს მთლიანი ნაწილი. გააჩნია მის ტევადობას ალბათ და იმას მიხედვით როგორ განიხილავს ის მას და ალბათ ღმერთის სული წმინდის მეშვეობით რომ ამდენ უფრო და უფრო კარგ რაღაც მასალებს ან პარალელებს გააგებინებს მას. ამიტომ მან თავისი კომენტარი ნაწილებად დაყო ძველი აღთქმაც და ახალი აღთქმაც, ასე რომ ქვეთავებიც ზოგჯერ არის სათაურებად გამოყოფილი და მაგასაც მე გამოვარჩევ ხოლმე რომ უფრო ადვილი იყოს ნაწილებად და ეს ნაწილებად როგორც ბიბლია დაყოფილი ეს გვიადვილებს ჩვენ რომ ტევადობითაც ახლა მე რომ უცებ შევხედო ამ მასალას ხო შეიძლება შეგეშინდეს და ახალი არ მოკიდო, მაგრამ როცა უკვე ნელ-ნელა იწყებ, თუნდაც ყოველ კვირას რომ ერთი ნაწილი განიხილო, ეს უკვე ძალიან ისეთი არის, ადვილი არის და მე ნელ-ნელა მიყვება და ნელ-ნელა უკვე მე იხსენება. ახლა ეს ადგილი ეხება ქადაგებას მთაზე და უნდა აღვნიშნო მე რომ სანამდე ამას გადავალთ ხო რომ ძალიან აი როგორ ვთქვათ ბატონი Warren Wiersbe-იც ხო იტყვის ამას და ალბათ ძალიან ბევრ ქრისტიანებში თქვენ წააწყდებით არასწორ გაგებას თაზე ქადაგებისას, როცა ლაპარაკია 9 ნეტარებას. აი ძალიან არასწორი იქნება ინტერპრეტაციები და ადამიანები ზუსტად იმიტომ არიან როგორც ვილაპარაკეთ წინა საუბრებში თუნდაც ბიბლიურ კითხვა-პასუხებში ჯონ მაკარტურთან, რატო არის ამდენი გაუგებრობა. ამდენი გაუგებრობა იმიტომ არის რომ მათ არასწორად გაიგეს ის რაც იესო ქრისტემ უთხრა და არამიზნობრივად. ასევე უნდა გავარჩიოთ ვის ეუნება ამას, ვისთვის არის ეს მიმართული და შეიძლება იმ ყველაფრის გაკეთება და განხორციელება თუ იმისკენ უნდა ვისწრაფოთ ჩვენ. აი როგორ არის ეს და როცა ამას წარუმატებლობას ხედავენ ადამიანები და თავისი ძალებით ახერხებენ, ხო? ვერაფერს ვერ აღწევენ, ცოდვაში ჩქებიან, ხელს იქნევენ და უკვე ათეისტებადაც ხდებიან. ნახეთ, არასწორო მას მიდგომას რა შეიძლება მოყვეს. ასევე შეიძლება შტანგისტმა, ან შეიძლება კარატისტმა, ან სხვადასხვა ორთაბრძოლებში არასწორმა ვარჯიშებმა ადამიანი დაანგრიოს და საერთოდ გაანადგუროს. ხო, სწორია და ანალოგიურად ესეც მით უმეტეს როცა ლაპარაკი არის მარადილ სიცოცხლეზე. და გადახედეთ რა არასწორი მას აქვს ადგილი, ახლა გადახედეთ ეს პაპის არჩევა, რომის პაპის არჩევა, ეს ახლა ეს იყო ცირკის დონეზე, ხო? ცირკის დონე არის, მე თუ მკითხავთ და გადახედეთ რა ხალხს ირჩევენ, რა ხალხი მოდის, ვინ არიან ესენი და რამდენი ისინი იყო უკვე საქმეები, რომ პედოფილიაში იყო ხილებულები. ეს დაავადებასავით იყო. რატომ? იმიტომ რომ არასწორად იქნა გაგებული იესოს მითითება იმაზე, რომ ცოლის მოყვანა არ მოყვანასე. გახსოვთ როგორ იყო და ამათმა ინსტიტუტად გახადეს ეს სელიბასი, მართლმადებლებმა ვითომ ნახევარზე არიან და იქაც ნახეთ რა უზნეობებს აქვს ადგილი, რომელიც ჯერ კიდე არ გამოტანილა თავის ადგილი არ მიუჩენიათ და ასე ნებისმიერ საკითხში გარდაცვალება აიღეთ, საფლავებთან ურთიერთობა აიღეთ, მოლოდინი აიღეთ იესო ქრისტესი, ხო? ყველაფერი რო არასწორად არის გაგებული, მაგიტომაც არის მე ინსტიტუტები იქნება და მათთვის არის ეს. რელიგია არის მათთვის და არა ადამიანებისათვის, რომლებიც უნდა მარადილ სიცოცხლეში შევიდნენ იესო ქრისტესთან. აქაც და მომავალშიც მარადისობაში. მოდით მოვუსვინოთ ახლა ამას, რომელსაც ქვია მეფის პრინციპები, ჭეშმარიტი გამართლება. რას ნიშნავს გამართლებული იყო ჭეშმარიტად? მთაზე ქადაგება ერთ-ერთი ყველაზე არასწორად გაგებული გზავნილია, რომელიც კი იესოს ოდესმე წარმოუთქვია. ერთი ჯგუფი ამბობს, რომ ეს არის ღვთის ხსნის გეგმა, რომ თუ ჩვენ როდესმე ვიმედოვნებთ 60-ში რომ მოხვდეთ, ხო? ან წავიდეთ, უნდა დავემორჩილოთ ამ წესებს. მეორე ჯგუფი მას მსოფლიო მშვიდობის ქარტიას უწოდებს და დედამიწის ერებს თხოვს, რომ მიიღონ იგი. მესამე ჯგუფი გვეუბნება, რომ მთაზე ქადაგება არ გავრცელდება დღევანდელობაზე, არამედ ის ვრცელდება მომავალში, შესაძლოა დიდი ურვის ან დიდი გასაჭირის ათასწლოვანი სამეფოს დროსო. მე კიდევ ყოველთვის მეგონა, რომ მათეს სახარების მეხუთე თავის მე-20 მუხლი იყო ყველაფერი ამის გასაღები. ამ მნიშვნელოვანი ქადაგებისას. რომელიც ამბობს, რადგან გეუბნები თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ასე რომ, ამ ქადაგების თავარი თემა თუ რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტად გამართლებული.
რელიგიურ ლიდერებს ჰქონდათ ხელოვნური, გარეგანი სიმართლე, რომელიც დაფუძნებული იყო კანონებზე. მაგრამ იესოს მიერ აღწერილი სიმართლე არის ჭეშმარიტი და სასიცოცხლო სიმართლე, რომელიც შინაგანად გულში იწყება. ფარისევლები შეშფოთებული იყვნენ ქცევის უმცირესი დეტალებითაც კი, მაგრამ ისინი უგულველყოფდნენ პიროვნების ხასიათის ძირითად საკითხს. ქცევა კი ხასიათიდან გამომდინარეობს. როგორც არ უნდა ეხებოდეს მთაზე ქადაგება მსოფლიო პრობლემებს ან მომავალ მოვლენებს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქადაგებას ჩვენთვის აქვს გარკვეული პრაქტიკული გამოყენება. იესომ ეს გზავნილი ცალკეულ მორწმუნეებს გადასცა და არა მთლიანად ხსნილ სამყაროს. ის რაც მთაზე ქადაგებაში იყო ნასწავლი, მეორდება ახალი აღთქმის ეპისტოლეებში დღევანდელი ეკლესიისთვის. იესომ თავდაპირველად ეს სიტყვები თავის მოწაფეებს გადაცა, მათეს სახარება 5:1 და მათაც ამიტომ გაგვიზიარეს ისინი ჩვენ. ამ თავში იესომ სამი ახსნა მისცა ჭეშმარიტ სულიერ სიმართლეს. რა არის ჭეშმარიტი სიმართლე? მეხუთე თავის პირველიდან მე-16 მუხლების ჩათვლით. ოსტატმა მასწავლებელმა, ჩვენმა უფალმა ეს მნიშვნელოვანი ქადაგება არ დაიწყო წიგნურებისა და ფარისევლების კრიტიკით ან უარყოფით. არამედ მან დაიწყო დადებითი აქცენტებით მართალ ხასიათსა და იმ კურთხევებზე, რომლებსაც ის მოაქვს მორწმუნის ცხოვრებაში. ფარისევლები ასწავლდნენ, რომ სიმართლე გარეგანი რამ იყო, წესებისა და რეგულაციების, რიტუალების დაცვის საკითხი. სიმართლე შეიძლებოდა გაზომილიყო ლოცვით, გაცემით, ქველმოქმედებით, მარხვით და ასე შემდეგ. ხოლო ნეტარებებში და მორწმუნის სურათებში იესომ აღწერა ქრისტიანული ხასიათი, რომელიც შიგნიდან, გულიდან მოდიოდა. წარმოიდგინეთ, როგორ მიიპყრო ხალხის ყურადღება იესომ, როდესაც მან წარმოთქვა თავისი პირველი სიტყვა ნეტარი. ლათინური სიტყვა ნეტარი არის beatus და აქედან მომდინარეობს სიტყვაც ნეტარება. და ეს ძალიან ძლიერი სიტყვა იყო მათთვის. ვინც იმ დღეს იესოს უსმენდა, მათთვის ეს ნიშნავდა ღვთაებრივ სიხარულს, სრულყოფილ ბედნიერებას. ეს სიტყვა არ გამოიყენებოდა ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანებისათვის. ის აღწერდა იმ სახის სიხარულს, რომელსაც მხოლოდ ღმერთები ან მიცვალებულები განეცდიდნენ. ნეტარი გულისხმობდა შინაგან კმაყოფილებას და სრულ საკმარისობას, რომელიც არ იყო დამოკიდებული გარემოებებზე ბედნიერებისათვის. ეს არის ის, რასაც უფალი სთავაზობს მათ, ვინც მას მიენდობა და იწამებს. ნეტარება აღწერს იმ დამოკიდებულებას, რომელიც დღეს ჩვენ ცხოვრებაში უნდა იყოს. აქ აღწერილია 4 დამოკიდებულება. პირველი, ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, მუხლის 3. სულით ღარიბად ყოფნა ნიშნავს თამდაბლობას, საკუთარი თავის სწორად შეფასებას. სულით ღარიბად ყოფნა საერთოდ არ ნიშნავს უხერხემლობას და მიამიტობას, უძულურებას. სულით ღარიბი სრულიად საპირისპიროა სამყაროს თვითშექებისა და თავდაჯერებლობის დამოკიდებულების წინააღმდეგ. ეს არ არის ცრუ თამდაბლობა, რომელიც ამბობს, მე არაფრის ღირსი არა ვარ, არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ეს არის პატიოსნება საკუთარ თავთან. ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს, ვიღებთ საკუთარ თავს და ვცდილობთ, რომ ვიყოთ საკუთარი თავით ღვთის სადიდებლად. ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ცოდვების მიმართ. ეს განხილულია მე-4-დან მე-6 მუხლებში. ჩვენ გლოვობთ ცოდვას და გძულს იგი. ჩვენ ხედავთ ცოდვას ისე, როგორც ღმერთი ხედავს მას და ვცდილობთ ისე მოვეპყროთ მას, როგორც ღმერთი ხედავს ამას. მათ ვინც ცოდვას ფარავს, ან იცავს ცოდვას, რა თქმა უნდა, არასწორი დამოკიდებულება აქვს მასთან. ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი ცოდვების გამო უნდა ვიგლოვოთ, არამედ მორჩილად უნდა დავიმორჩილოთ ღმერთსაც. ლუკას სახარება 18 თავი 9-14 მუხლები. ფილიპელთა წერილი 3 თავი 1-დან 14-მდე. და ძალიან ბევრს მართლმადიდებლობაში ალბათ გონია, რომ გლოვა არის გაბრიელის საფლავს რო ურახუნებენ. ამოთხრილი კაცის საფლავს კიდე რო გლოვობენ ეს მონაზვნები. თვინიერება სისუსტე არ არის, რადგან ორივე მოსეც და იესო ქრისტეც გახსოვთ თვინიერი ადამიანები იყვნენ. რიცხვდა 12:3, მათეს სახარება 11:29. ამ ორ ადამიანზე ნახსენები, რომ ისინი თვინიერები იყვნენ.
ეს სიტყვა, რომელიც ბერძნებმა თვინიერად ითარგმნა, ახასიათებდა გახედნილ ცხენს. ეს ეხება ძალას, რომელსაც აკონტროლებენ. ჩვენი დამოკიდებულება უფლის მიმართ განხილულია მუხლებში 7 და 9 მეხუთე თავის სახარების, მათე სახარების. ჩვენ გამნიცით ღვთისწყალობას, როდესაც მივენდობით ქრისტეს. ეფესელთა წერილი 2:4-7 და ის გვაძლევს სუფთა გულს, მოციქულთა საქმეებით 15:9 და სიმშვიდეს, რომელთა წერილის მეხუთე თავის პირველი მუხლი. მაგრამ მისი წყალობის მიღების შემდეგ ჩვენ შემდეგ ვუზიარებთ მის წყალობას უკვე სხვებსაც. ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენი გულების სიწმინდით, რათა დღეს ჩვენ ცხოვრებაში დავინახოთ ღმერთი. ჩვენ ხვდებით მშვიდობის ყოფილები პრობლემ სამყაროში და ვუგზავნით არხებს ღვთისწყალობას, სიწმინდეს და სიმშვიდეს. ჩვენი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ მუხლები 10:16. ეს უკვე გადმოცემულია და ადვილი არ არის მართლაც რომ იყო ერთგული ქრისტიანი. იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება არ არის ღმერთის და ღვთის ხალხის მეგობარი. მოგწონს თუ არა, ჩვენს და სამყაროს შორის ძალიან დიდი კონფლიქტია. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ განსხვავდებით სამყაროსაგან და გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ამ ნეტარებებს, აღმოვაჩენთ, რომ ისინი წარმოადგენენ მსოფლიოსაგან რადიკალურად განსხვავებულ შეხედულებას. სამყარო აქებს სიამაყეს და არა თავმდაბლობას. სამყარო ხარს უჭერს ცოდვას, განსაკუთრებით თუ დაუსჯელი ხარ. ამიტომ სამყარო ომშია ღმერთთან, მაშინ როდესაც ღმერთი ცდილობს შეურიგდეს თავის მტრებს და გახადოს ისინი თავიანთ შვილებად. თუ ისე ვცხოვროთ, როგორც ღმერთს სურს, უნდა ველოდოთ დევნასაც. თუმცა დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ტანჯვა ჩვენივე უგუნურების ან დაუმორჩილობის გამო კი არ არის გამოწვეული, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ ერთგულები ვართ და მივსდევთ იესო ქრისტეს. როდის მოდის ჭეშმარიტი სიმართლე? ამას მათეუ განიხილავს მე-17-დან მე-20 მუხლებში. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ხალხმა მოისმინა ჩვენი უფლის აღწერა იმაზე, თუ როგორია ისეთი ადამიანი, რომელსაც ღმერთი აკურთხებს, მათ საკუთარ თავს დაუსვეს კითხვა და უთხრეს. მაგრამ ჩვენ ხომ ვერასოდეს ვერ მივახცევთ ასეთ ხასიათს, ასეთ თვისებებს, ასეთ ქცევას. ამიტომ ლეგიტიმურია ის მის კითხვა, როგორ შეგვიძლია გქონდეს ეს სიმართლე? საიდან მოდის ის? ისინი ფიქრობდნენ, თუ როგორ უკავშირდებოდა მისი სწავლება იმას, რასაც მთელი ცხოვრება მათ ასწავლიდა რაბინები და მათი ლიდერები. ეხლა რაც შეეხება მოსეს და მის კანონს. მოსეს კანონში ღმერთმა, რა თქმა უნდა, გამოავლინა თავისი სტანდარტები წმინდა ცხოვრებისათვის. ფარისევლები იცავდნენ კანონს და ცდილობდნენ მის განხორციელებას. მაგრამ იესომ თქვა, რომ ჭეშმარიტი სიმართლე, რომელიც ღმერთს ესიამოვნება, უნდა აღემატებოდესო წიგნორებისა და ფარისევლებისას და უბრალო ხალხისათვის წარმოიდგინეთ, ამის გაგონება ეს ძალიან შეუძლებელი რამ იყო, იმიტომ რომ წიგნობრები და ფარისევლები იყვნენ საზოგადოების ყველაზე წმინდა ადამიანები. და თუ ისინი ამას ვერ მიაღწევდნენ, მაშინ რა იმედი უნდა ქონოდათ უბრალო მოკვდავებს? არ გახსენებთ ეს დღევანდელ საქართველოს მდგომარეობას? ხალხს რო წმინდანებად მიაჩნიათ ბერები? იესომ კანონისადმი საკუთარი დამოკიდებულება 3 შესაძლო ურთიერთობის აღწერით ახსნა. ჩვენ შეგვიძლია კანონის განადგურება, მუხლი 17. ფარისევლები ფიქრობდნენ იესო ამას აკეთებდა. დასაწყისისთვის მისი ავტორიტეტი არ მოდიოდა არც ერთი აღიარებული ლიდერიდან ან სკოლიდან და ამიტომ გამოხდათ ეს დასკვნები. იესო ხელისუფლებიდან სწავლების ნაცვლად, როგორც ამას წიგნობრები და ფარისევლები აკეთებდნენ, ის ავტორიტეტით ასწავლიდა. არა მხოლოდ თავისი ავტორიტეტით, არამედ თავისი საქმიანობითაც ამტკიცებდა ამას. როგორც ჩანს, იესო კანონს ეწინააღმდეგებოდა. ის განზრახ კურნავდა ხალხს შაბათ-დღეს და ყურადღებას არ აქცევდა ფარისევლების ტრადიციებს. ჩვენი უფლის ურთიერთობაც კანონის საწინააღმდეგოდ ჩანდა, რადგან ის იყო მებაჟეებისა და ცოდვილების მეგობარი.
მაგრამ საქმე ირონიულად იმაში იყო, სწორედ რომ მოსეს რჯულს, ანუ კანონს, თავად ეს ფარისევლები ანადგურებდნენ, იმიტომ რომ ისინი თავიანთი ტრადიციებით ხალხს ართმევდნენ ყველაზე სასიცოცხლო რამეს, რაც უნდა მათ მიეტანათ, რაც იყო ღვთის სიტყვა. ხოლო თავიანთი თვალთმაქცური ცხოვრებით ისინი არ ემორჩილებდნენ სწორედ იმ კანონს, რომლის დაცვასაც სხვებს აძალებდნენ. ფარისევლები ფიქრობდნენ, რომ ღვთის სიტყვას ინახავდნენ, როდესაც სინამდვილეში ღვთის სიტყვას ისინი აბალზამირებდნენ. და მას უკვე სიცოცხლე გამოცლილი ჰქონდა. მათ მიერ დაბალზამირებულ შენახულ სიტყვას უკვე ძალა აღარ ჰქონდა. ქრისტეს უარყოფამ სწორედ, როდესაც ის დედამიწაზე მოვიდა, დაამტკიცა, რომ რჯულის შინაგანი ჭეშმარიტებას მათ გულებში არ შეუღწევია. იესომ ნათლად განაცხადა, რომ ის მოვიდა, რათა პატივი ეცა რჯულისათვის და დახმარებოდა ღვთის ხალხს, რომ შეეყვარებინათ იგი, შეესწავლათ ეს რჯულის კანონი და ეცხოვრათ მისით. ის არანაირად არ მიიღებდა რელიგიურ ლიდერების ხელოვნურ სიმართლეს, იმიტომ რომ მათი სიმართლე ეს მხოლოდ გარეგანი მასკარადი იყო. მათი რელიგია მკვდარი რიტუალი იყო და არა ცოცხალი ურთიერთობა მამაღმერთთან. ის სრულიად ხელოვნური იყო, ის არ მრავლდებოდა სხვებში ცოცხალი გზით. ის მათ პირიქით უფრო და უფრო ამაყას ხდიდა და თამდაბლობა საერთოდ გამოცვლილი ჰქონდა. ის მონობას იწვევდა და არა თავისუფლებას. ჩვენ შეგვიძლია მეორე ვეძიოთ ამ კანონის შესრულება. პირველი ხო ველაპარაკეთ განადგურებაზე და გაუქმებაზე და უგულეყოფაზე. შემდეგი არის, რომ შევეცადოთ კანონის შესრულებას, მოხლით 17. იესო ქრისტე ასრულებდა ღვთის კანონს თავისი ცხოვრების ყველა ასპექტში, ყველა სფეროში. მან აღასრულა იგი თავისი შობით, რადგან ის კანონის ქვეშ იყო შექმნილი. გავალტელთა წერილი 4:4. ებრაელი ბიჭისთვის ყველა დადგენილ რიტუალს მისი მშობლები ასრულებდნენ. ის ნამდვილად ასრულებდა კანონს თავის სიცოცხლეში, რადგან ვერავინ შეძლო მისი ცოდვაში დადანაშაულება და ცოდნაში დაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ ემორჩილებოდა წიგნორებისა და ფარისევლების ტრადიციებს, ის ყოველთვის ასრულებდა იმას, რაც ღმერთმა კანონში დაავალა. მამა ძალიან კმაყოფილი იყო თავისი ძით. მათეს სახარება 3:17-17:5. იესოც ასრულებდა კანონს თავის სწავლებაში. სწორედ ამან მიიყვანა იგი კონფლიქტში რელიგიურ ლიდერებთან. მათეს 5:19. როდესაც მან თავის სახურება დაიწყო, იესომ აღმოაჩინა, რომ ღვთისმოწყალე სიტყვა ადამიანის მიერ შექმნილი ტრადიციებითა და ინტერპრეტაციებით იყო მოცული. მან გატეხა რელიგიის ეს სქელი ქერქი და ხალხი დაუბრუნა ღვთის სიტყვას. შემდეგ მან მათ სიტყვა გაუხსნა ახალი და ცოცხალი გზით. ისინი კი მიჩვეულები იყვნენ კანონის ასოს და არა სიცოცხლის შინაგან ბირთვს. მაგრამ სწორედ მისი სიკვდილითა და აღდგომით შეასრულა იესომ კანონი მთელი განსაკუთრებით. სწორედ მან დაიტეხა საკუთარ თავზე რჯულის წყევლა, გალატელთა 3:13. მან შეასრულა ძველი აღთქმის ტიპები და ცერემონიები, რიტუალები და ცერემონიები, ისე რომ ისინი აღარ იყო საჭირო ღვთის ხალხისაგან. ებრაელთა 9:10. მან გაოქმა ძველი აღთქმა და შემოიღო ახალი აღთქმა. იესომ არ გაანადგურა რჯული მასთან ბრძოლით, მან გაანადგურა იგი მისი შესრულებით. შესაძლოა ეს ილუსტრაცია ამას ნათელს ფენდეს. თუ მუხის რკო მაქვს მე შემიძლია ის გავანადგურო და ყველანაირად გავტეხო ორი გზით. შემიძლია დავდო ქვაზე და დავამტრიო ჩაქუჩით. ან კი პირიქით შემიძლია მიწაში ჩავრგო და მუხის ხედ გადაქცევით აღვასრულო. როცა დებ რკოს ან თესლს მიწაში ისკუდება, მაგრამ ის აღმოცენდება სრულიად ახლებურად. როდესაც იესო მოკვდა, მან ტაძრის ფარდა გახია და გზა გახსნა წმინდათა წმინდაში შესასვლელად. ებრაელთა წერილი 10:19. მან დაანგრია კედელი, რომელიც ებრაელებსა და წარმართებს შორის იყო. ეფესელთა 2:11-13. რადგან რჯული აღსრულდა ქრისტეში, ამიტომ ჩვენ აღარ გვჭირდება ხელთქმნილი ტაძრები, მოციქულთა საქმეები 7:48 და მოყოლებული მაგის შემდეგ. ან კიდევ რელიგიური რიტუალები, კოლოსელთა წერილი 2:10-13. ეხლა, როგორ შეგვიძლია აღვასრულოთ ეს რჯული? სული წმინდისამდე დამორჩილებით
და მას ჩვენ ცხოვრებაში მოქმედების უფლებას მივცემთ, ამას გვეუბნება რომაელთა წერილის მერვე თავის 1 და 3. სულიწმინდა საშუალებას გვაძლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში განვიცადოთ რჯული სიმართლე. ეს არნიშნავს, რომ ჩვენ უცოდველად სრულყოფილ ცხოვრებას ვეზიარებით იმ წუთში და დავიწყებთ ცხოვრებას. არამედ ეს ნიშნავს, რომ ქრისტე ჩვენი მეშვეობით ცხოვრობს თავისი სულის ძალით. გალატელთა წერილი 2:20. როდესაც ვკითხულობთ ნეტარებებს, ვხედავთ იესო ქრისტეს სრულყოფილ ხასიათს. მიუხედავად იმისა, რომ იესოს არასოდეს უწევდა გლოვა თავის სოდვებზე, რადგან ის სოდველი იყო, ის მაინც მწუხარების და ცნობის მოყარე კაცი იყო. მწუხარებით შეპყრობილი. ამას გვეუბნება ესაია 53:3. მას არადოს ჰქონია სიმართლის შიმშილი და წყურვილი, რადგან ის ღვთისწმინდა ძე იყო, მაგრამ ის ხარობდა მამის ნებით და პოულობდა კმაყოფილებას მის აღსრულებაში. იოანეს სახარება 4:34. ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია განვიცადოთ ნეტარების სიმართლე, ეს არის ქრისტეს ძალა. ჩვენ შეგვიძლია ვეძიოთ რჯულის შესრულება და სწავლება მუხლი 19. ეს არნიშნავს, რომ ჩვენ ძირითადად ძველ აღთქმას ვაქცევთ ყურადღებას და ახალს უგულებყობთ. მეორე კორინთელთა მესამე თავში ნათლად ამბობს, რომ ჩვენი მსახურება ახალი აღთქმის მსახურებაა, მაგრამ არსებობს რჯულის სათანადო მსახურება, 1 ტიმოთე 1:9 და მოყოლებული ამის შემდეგი მუხლები, რომელიც არ არის და არ ეწინააღმდება ღვთის მადლის დიდებულ უწყებას. ამიტომაც არის, რომ იესოს სურს, რომ ჩვენ მეტი ვიცოდეთ ღვთის სიმართლის შესახებ, დავემორჩილოთ მას და გაუზიაროთ სხვებსაც. ღვთის ზნეობრივი კანონი არ შეცვლილა. 10 მცნებიდან 9 ისევ მეორდება ახალი აღთქმის ეპისტოლეებში და ეს მითითებაა მორწმუნეებისათვის. ეს ბრძანებაა. გამონაკლისი მხოლოდ შაბათის ცნება, რომელიც ისრაელს კონკრეტულად ნიშნად მიეცა. იხილეთ ნეემიას წიგნი 9:14. ჩვენ შიშის გამო კი არ ვემორჩილებით გარე კანონს. არა, დღეს მორწმუნეები ემორჩილებიან შინაგან კანონს და ცხოვრობენ სიყვარულის გამო. სულიწმინდა გვასწავლის სიტყვას და საშუალებას გვაძლევს, რომ დავემორჩილოთ მას ჩვენი ნებით და ჩვენი სურვილით. ცოდვა კვლავ ცოდვაა და ღმერთი კვლავ სჯის ცოდველს. სინამდვილეში ჩვენ ამ ეპოქაში უფრო პასუხისმგებლები ვართ, რადგან ჩვენ მეტი გვასწავლეს და მეტი განგვიცხადა, მეტი მოგვეცა ჩვენ. როგორ მოქმედებს სიმართლე ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამას უკვე მათე განიხილავს მეხუთე თავის 21 და 42 მუხლებში. იესომ აიღო ძველი აღთქმის 6 მნიშვნელოვანი კანონი და განმარტა ის თავისი ხალხისათვის. ახალი ცხოვრების შუქზე ის მოვიდა, რომ მიეცა ისინი მისი მსახურებისათვის. მან ფუნდამენტალური ცვლილება მოახდინა ღვთის სტანდარტების შეცვლის გარეშე. ის ეხებოდა გულის დამოკიდებულებას და განზრახვებს და არა მხოლოდ გარეგან მოქმედებას. ფარისევლები ამბობდნენ, რომ სიმართლე გარკვეული ქმედებების შესრულებას შედიოდა, მაგრამ იესომ თქვა, რომ ის გულის დამოკიდებულებაზე იყო ორიენტირებული. ასევე ცოდვასთან დაკავშირებით, ფარისევლებს ჰქონდათ გარეგანი ქმედებების სია, რომელიც ცოდვილი იყო, მაგრამ იესომ ახსნა, რომ ცოდვა გულის დამოკიდებულებიდან მოდიოდა, რომ რისხვა, მაგალითად, ხომ, ეს უკვე მკვლელობა იყო შენს გულში. ვნება კი მრუშობა. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თაზე ქადაგები ცხოვრობს, შეიძლება საერთოდ არაცნობიერებდეს, რომ თაზე ქადაგების დაცვა უფრო რთულია, ვიდრე თავდაპირველი 10 მცნებისა. მკვლელობა, მაგალითად, რომელსაც განიხილავს მათე 21-26 მუხლებში და გამოსვლაშიც არის, ხომ? გამოსვლის წინში 20-13 და მე წავიკითხე ჩიკაგოში ყოველი 35 სიკვდილიდან, რომ ერთი მკვლელობა არის იქიდან. 35 ადამიანი თუ კვდება ჩიკაგოში, იქიდან ერთი მკვლელობაა. რომ ამ მკვლელობის უმეტესობა ვნების დანაშაულია, რომელიც გამოწვეულია მეგობრების მიმართ ან ნათესავების მიმართ რისხვით. იესოს არ უთქვია, რომ რისხვა მკვლელობამდე მიგვიყვას, მათ თქვა, რომ თავად რისხვა ეს უკვე მკვლელობაა. არსებობს წმინდა რისხვა ცოდვის წინააღმდეგ, ეფესელთა 4:26, მაგრამ იესომ ისაუბრა ადამიანების წინააღმდეგ უწმინდური რისხვის შესახებ. სიტყვა, რომელიც მან გამოიყენა მათეს 5:22-ში ნიშნავს გულში გამჯდარ რისხვას, ბოროტებას, რომელიც შინაგანიდან იკვებება. იესომ აღწერა ცოდვილი გამოცდილება, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. თავდაპირველი იყო უმიზეზო რისხვა. შემდეგ ეს რისხვა სიტყვებში ფეთქდება, რაკა, უგნურო ადამიანს, როცა შენ ამბობ, ადამიანს ეუნები რაკა, სულელო. ამ სიტყვებმა
ცეცხლის ნავთი დაასხა. როცა ადამიანი ამბობს სულელო და მე ამბოხე. რისხვა ისეთი სულელური რამაა, რომ სწორედ ის გვაქცევს დამანგრევლებად, აშენების ნაცვლად. ის გვტაცებს და გვიკარგავს თავისუფლებას და ჩვენ პატიმრებად, მონებად გვაქცევს. ვინმე სიძულვილი ნიშნავს კვლელობის ჩადენას ჩვენს გულებში. 1 იოანე 3:15. ეს ანიშნავს, რომ უნდა გავაგრძელოთ და მოვკლათ ის, ვინც გძულს, რახან ჩვენ ეს გულში აგვეძრა. იმიტომ რომ ჩვენ უკვე შევწოდეთ შინაგანად და სულიერად. ცხადია, ცოდვილი გრძნობები არ არის საბაბი ცოდვილი საქმეებისათვის. ცოდვილი რისხვა კლავს ღმერთთან და ასევე ჩვენს ძმებთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენ ციხეში მკვლელებად არ გაგვისტუმრონ, ანუ ფიზიკურად ეს არ ჩავიდინოთ. ამის გაფიქრებაც კი, ამის გულში აღძვრაც კი უკვე ღმერთთან ურთიერთობა იკარგება. და პარალელურად ჩვენს ირგვლივ ადამიანებთან ურთიერთობაც უკვე ბრკოლდება. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბევრი ადამიანი პირდაპირი გაგებითაც გადადის უკვე ფიზიკურ კვლელობაზე. რადგან მან ვერ შეძლო უკვე ეს ცოდვილი რისხვის გრძნობების კონტროლი. ცოდვილი რისხვის მფლობელმა გულწრფელად უნდა გაუსწოროს თვალი ამას და უნდა აღიაროს ღმერთთან, რომ ეს რაც მას გულში აღეძრა, ეს ცოდვაა. ასევე მერე ჩვენ უნდა წავიდეთ ჩვენ ძმასთან და შეურიგდეთ, მოვაგვაროთ ეს საკითხი სწრაფად, სანამდე გვიანი არ არის. რაც უფრო დიდხანს დაველოდებით, მით უფრო უარესი ხდება ეს ჩვენი მონობა. როდესაც უარს ვამბობთ შერიგებაზე, საშინელ ციხეში ვარდებით საკუთარ თავით. საშინელ ციხეში ვაგდებთ ჩვენ საკუთარ თავს. დამატებითი რჩევისათვის იხილეთ მათეს სახარება 18:15-20 მუხლები. კარგად ითქვა, რომ ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ძმის პატიებაზე, ანადგურებს იმ ხიდს, რომელზეც მან თავად უნდა გაიაროს. შემდეგ მუხლებში 27-30 გამოსვლის 20-14 ეხმაურება და აქ არის განხილული მრუშობა. იესომ დაადასტურა ღვთის სიწმინდის კანონი და შემდეგ განმარტა, რომ ამ კანონის მიზანი იყო სექსის სიწმინდისა და ადამიანის გულის ცოდვილების გამოვლენა. ღმერთმა შექმნა სექსი და ღმერთი იცავს ამ სექსს. მას აქვს უფლებამოსილება დაარეგულიროს იგი და დასაჯოს ისინი, ვინც ამ რეგულაციებს დაარღვევს და შეეწინააღმდეგება. ის არარეგულირებს სექსს, იმიტომ რომ სურს ჩვენი გაძარცვა ან რაღაცა რომ დაგვაკლდეს. არამედ იმიტომ რომ მას სურს პირიქით ჩვენი კურთხევა, რომ ჩვენ სრულიად შევიგრძნოთ ის სიტკბო და ის სიამოვნება, რაც ღმერთმა დააწესა. როდესაც ღმერთი ამბობს ერთ შემთხვევაში, რაც არასწორი სექსუალური კავშირია, არას, ეს იმიტომ ხდება, რომ შეიძლება მან თქვას და შეუძლია მას თქვას იმაზე, რაც სწორია და მისაღები კი და დიახ და ნება დაგხვდოს. ასე რომ სექსუალური უწმინდურება გულის სრულებიდან იწყება და აღიძვრება. ისევ და ისევ იესო იმას კი არ ამბობს, რომ ვნებიანი სრულები, ვნებიანი საქმეების იდენტურია და შესაბამისად ადამიანს რახან ეს აზრები მოდის, იგივეა და შეუძლია წავიდეს და ფიზიკურად მრუშობა ჩაიდინოს. ასე რომ სრული და საქმე იდენტური რამე არ არის, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით ის უკვე ეკვივალენტურია და იგივეს ამბობს იესო. იესოს მიერ ნასესხები ეს მზერა არ იყო შემთხვევითი მზერა, არამედ ის იყო დაჟინებული მზერა ვნების აღძვრის მიზნით. შესაძლებელია, რომ კაცმა შეხედოს ლამაზ ქალს და თქვას გულში, რომ ის ლამაზია. მაგრამ თუ მას აღეძრება ამის მიმართ უკვე ვნება, ლტოლვა, ეს უკვე ცოდვა ჩათვალა იესო. იესოს მიერ აღწერილი კაცი ქალს უყურებდა თავისი შინაგანი, სენსუალური, მადის დასაკმაყოფილებლად. როგორც ამ აქტის უკვე შემცველი.
ეს შემთხვევითი არ ყოფილა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. მაშინ ისიც კითხვა, როგორ მივახციოთ ამ სფეროში გამარჯვებას? ამას ჩვენ ვახცევთ გულის სურვილების განწმენდით. მადა მოქმედებისაკენ მიგვიყვანს და სხეულის ქმედებების დისციპლინირებით ხდება ამ ვნების გაკონტროლება ამ სურვილების. ცხადია ჩვენი უფალი არ საუბრობს სიტყვასიტყვით ქირურგიაზე, რადგან ეს არ გადაჭრის პრობლემას გულში. თვალი, ხელის მოჭრა, ამოკვეთა. როგორც წესი, ორი დამნაშავეა, როდესაც საქმე სექსუალურ ცოდვებს ეხება. თვალი და შემდეგ ხელი ან ფიზიკური ჩვენი სხეული აკეთებს ამას. და ამიტომ ისინი უნდა მოვიჭრათ და დაისაჯოს. იესომ თქვა, დაუყოვნებლი და გადამწყვეტად გაუმკლავდით ცოდვას. ნუ გააქანებთ მათ, არამედ მოიკვეთეთ ისინი. სულიერ ქირურგიაზე აქ ლაპარაკი. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ქირურგია, რადგან სხეულის ცოდვებს შეიძლება მარადიული განკითხვა მოხვეც. ჩვენ ვფიქრობთ ისეთ მონაკვეთზე, როგორიცაა კოლოსელთა წერილი 3:5 და რომაელთა 6:13, 12:1-2, 13:14. შემდეგი არის განქორწინება, რომელიც განხილულია 31 და 32 მუხლებში. ჩვენმა უფალმა ეს საკითხი უფრო დეტალურად განიხილა მათეს სახარების მოგვიანებით მე-19 თავში, პირველი და მე-12 მუხლებში და ჩვენც იქ განვიხილავ და კომენტარებს გავაკეთებთ უფრო დეტალურად. შემდეგი მოდის დაფიცება. მუხლები 33-37. ლევიტელთა გახსოვთ ლევიტელთა წერილში მითითებაა 19-12 და მეორე ჯულში 23-23. და ეს არ არის სხვათა შორის წყევლის ცოდვა. იმიტომ ინგლისურში swearing, იცოდეთ რომ swearing ორივე შემთხვევაში გამოიყენება. ეხლა ჩვენთან ფიცია გინება არის. გესმით? და ინგლისურში რომ ესეა, ამიტომ განმარტებას აკეთებს Warren Wiersbe. ასე რომ ეს არ არის წყევლის ცოდვა, არამედ ფიცის გამოყენების ცოდვა მის დასადასტურებლად, რომ თქვენი ნათქვამი სიმართლეა. სამაგეროთ საქართველოში არის ჩემი დედა რომ დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე და თავიანთი უეჭველობა. და ამას ქურდი ქუჩის ბიჭები აკეთებდნენ, წარმოგიდგენიათ, როცა მთლიანად ცოდვაში ცხოვრობდნენ. ფარისევლები ყველანაირ ხრიგს იყენებდნენ ჭეშმარიტებისათვის გვერდის ავლის მისინ და ფიცი მათ შორის ყოველთვის ამის დასტური იყო. ისინი თავს არიდებდნენ ღვთისწმინდა სახელის გამოყენებას, მაგრამ უახლოვდებდნენ იერუსალიმის ქალაქის, ციის, დედამიწის ან სხეულის რომელიმე ნაწილის გამოყენებით, რათა დაედასტურებინათ უტყუარობა იმისი, რასაც ამტკიცებდნენ და ამბობდნენ. იესო კი ასწავლიდა პირიქით, რომ ჩვენი საუბარი უნდა იყოს იმდენად გულწრფელი და ჩვენი ხასიათი იმდენად ჭეშმარიტი, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდეს რაღაც გარკვეული ყავარჯნების მოშველება, რათა ხალხმა დაგვიჯეროს და ჩვენი იწამოს. ასე რომ სიტყვები დამოკიდებულია ხასიათზე და ფიცი ვერ ანაზღაურებს ცუდი ხასიათის ნაკლულობას. სიტყვების სიმრავლეში ცოდვა არ აკლია. ხოლო ვინც ტუჩებს იკავებს ბრძენია, იგავები 10-19. რაც უფრო მეტ სიტყვას იყენებს ადამიანი ჩვენს დასარწმუნებლად, მით უფრო ეჭის თვალით უნდა შევხედოთ მას. შემდეგი არის შურის ზიება, რომელიც განხილულია მუხლები 38-42 და პარალელი არის ლევიტელთა წერილიდან 24-19-22. თავდაპირველი კანონი სამართლიანი იყო. ის ხალხს აკავებდა იმისაგან, რომ დამნაშავისათვის დაეკისრებინათ უფრო მაღალი საფასური, ვიდრე დანაშაულს იმსახურებდა. ეს დანაშაული იმსახურებდა. ის ასევე ხელს უშლიდა ადამიანებს პირადი შურისძიების აღებაში. იესომ კანონის შეცვალა შემდეგი დამოკიდებულებით: მზად იყავით, თავად განიცადოთ დანაკარგი, ვიდრე სხვას მიაყენოთ ეს ტანჯვაო. რა თქმა უნდა, ის ამას პირად შეურაცხყოფას მიმართავდა და არა ჯგუფებს, ან კიდე ერებს, ან კიდე სახელმწიფოს. ადამიანი, რომელიც შურს იძიებს, მხოლოდ ამძიმებსო საკუთარ თავს და ამ დანაშაულს იმძიმებსო. და შედეგი არის ომი და არა მშვიდობა. იმისათვის რომ მეორე ლოყვა შევაქციოთ, ჩვენ უნდა დავრჩეთ იქ, სადაც ვარ და არ გავიქცეთ. ეს მოითხოვს ჩვენგან კი როგორც რწმენას, ასევე სიყვარულს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ დავშავდებით, მაგრამ უჯობესია გარეგნულად დავშავდეთ, ვიდრე შინაგანად დავშავდეთო. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ უნდა ვეცადოთ დავეხმაროთ ცოდვილ ადამიანს. ჩვენ
დაუცველები ვართ, რადგან მან შეიძლება ხელახლა დაგვესხა თავს, მაგრამ ჩვენ ასევე გამარჯვებულები ვართ, რადგან იესო ჩვენს ხარესაა და გვეხმარება, ავითარებს ჩვენს ხასიათს და პიროვნებას. ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ ძალადობა ყოველთვის სისუსტისაგან იბადება და არა ძლიერი პიროვნებისაგან. ძლიერია ადამიანი, რომელსაც შეუძლია უყვარდეს და პირიქით დაიტანჯოს. ხოლო სუსტია ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარზე ფიქრობს და სხვებს აზიანებს, რათა ყოველთვის თავი დაიცვას. ის სხვებს აზიანებს, შემდეგ კი გარბის, რათა დაიცვას საკუთარი თავი. შემდეგი არის მტრების სიყვარული, რომელიც გადმოცემულია მუხლები 43-48-ში. და ეს არის პარალელი ლევიტელთა წერილის წიგნის მე-19 თავის 17 და მე-18 მუხლები. რჯული არსად არ ასწავლის მტრების სიძულვილს. გამოსulis წიგნის 23-4-5 ის მსგავსი მონაკვეთები საპირისპიროზე მიუთითებს. იესომ ჩვენი მტრები განსაზღვრა, როგორც ისინი, ვინც გვწყევლის, ძულვართ და ეგოისტურად ექსპლუატაციას გვიწევს. რადგან ქრისტიანული სიყვარული ეს ნებელობის აქტია და არა უბრალოდ ემოცია. და მას აქვს უფლება გვიბრძანოს და გვიყვარდეს ჩვენი მტრები. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხო ვიცით, რადგან თუ მისი ძის სიკვდილით შეურიგდებით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს შერიგებული, გადავრჩებით მისი სიცოცხლით, რომელთა წერილი 5:10. ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ ეს სიყვარული მათი კურთხევით, ვინც ჩვენ გვწყევლის, მათთვის სიკეთის კეთებით და მათთვის ჩვენი ლოცვით. როცა ჩვენ ლოცულობთ ჩვენი მტრებისათვის, უფრო ადვილია მერე მათი შეყვარება. ეს ჩვენი დამოკიდებულებიდან შხამს აშორებს და უფრო გვიოლებს ამ მტრებთან ურთიერთობას. და იესომ ამ შეგონების რამდენიმე მიზეზი მოიყვანა. პირველ რიგში ეს არის სიყვარულის სიმწიფის ნიშანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენი მამა ღმერთის შვილები ვართ და არა მხოლოდ პატარა ბავშვები. მეორე, ის ღვთის მსგავსია. მამა თავის სიკეთეს უზიარებს მათ, ვინც მას ეწინააღმდეგება. მათეს სახარებაში 5:45 ნათქვამია, რომ ჩვენი სიყვარული ქმნის კურთხევებს კლიმატს, რაც აადვილებს ჩვენი მტრების მოგებას და მათ მეგობრებად მოქცევას. სიყვარული გავს მზის სხივებსა და წვიმას, რომელსაც მამა ასე გულმოდგინედ აგზავნის თელს კაცობრიობაზე. მესამე, ეს სხვებისათვის მოწმობაა იმას, თუ შენ რას აკეთებ, უფრო მეც ვიდრე სხვები. ეს ძალიან კარგი კითხვაა. ღმერთი ჩვენგან მოელის, რომ ვიცხოვროთ გაცილებით მაღალ დონეზე, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო დაკარგული ადამიანები, რომლებიც სიკეთეზე უბრუნებენ და ბოროტს ბოროტებაზე. როგორც ქრისტიანები, ჩვენ სიკეთეს ბოროტების სიყვარულით სახით უნდა უპასუხოთ. მათეს სახარების მე-5 თავის 42 მუხლში სიტყვა სრულყოფილი არ გულისხმობს უცოდველად სრულყოფილებას, რადგან ეს შეუძლებელია ამ ცხოვრებაში. თუმცა ეს ძალიან კარგი მიზანია, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ. ის მიანიშნებს სრულყოფილებაზე და სიმწიფეზე, როგორც ღვთის შვილებზე. მამას უყვარს თავისი მტრები და ცდილობს, რომ ისინი თავის შვილებად აქციოს და ჩვენც ამიტომ უნდა დავეხმაროთ მას ამის კეთებაში. მადლობა მოსმენისათვის.